საჭიროა აუცილებლად. აუცილებლად. რატომ და იმიტომ. ცხოვრება არაფრად არ ღირს და ადრე უფრო უკეთესად ცხოვრობდით. ახლა საერთოდ სუნთქის უფლება რო არ აქვს. მე ვაპირებ კი საერთოდ საჭირო. იმიტომ რომ ძალიან გაძვირდა ცხოვრება, არაფერი აღარ არის. მაღაზიაში რო შევდივართ, ორმაგი ფასებია ყველაფერში და მთავრობის წევრებისთვის არ არის ეს, იმიტომ რომ მაგათთვის ყველაფერი ზვიგენები ყავდა, ყველაფერი ყავდა. ჩვენ საჭმლის ფული აღარ აგვაქვს, გენაცვალე შვილო. საჭმელი აღარ აგვაქვს. რომ ვჭამოთ ელემენტარულად ზეთს ვერ ავყიდულობთ და ვერაფერს, ისეთი ფასი დაედო ყველაფერი. უკმაყოფილო ვარ ძალიან ჩვენ, ძალიან. თქვენ თუ აპირებთ რომ შეუერთდეთ? არა, არ ვაპირებ. რატომ? იმიტომ რომ მომწონს ეს თავი. რა ვიცი, აბა მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევ. მე ვიცი რომ მიჭირს და გაჭირვებული ვარ. დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. უარესობისკენ მიდის ჩვენ გქონდათ იმედი იმანიშვილი რომ თავრობა რატომ იმეცით ხმა? იმიტომ რომ რაღაც უკეთეს არავითარი უკეთესო არ არის. მე ვითხოვ გადადგომას. თქვენ შეუერთდებით ამ აქციას? მე კი. მე შეუერთე სუდავოს. მე წინამდე არ ვარ თან ხო შეუერთე მე. იმიტომ რომ გაჭირვება აბა რა გაჭირვება გვიწირს. კი. რატომ? აი იმიტომ რომ ყველაფერი სუდად ხდება ამ ქვეყანაში. ყველაფერი ის მთავრობა ჯობდა. აუცილებელია რომ რაღაცა შეიცვალოს მთავრობაში. აქციაზე აპირებთ რომ შეუერთდეთ? აქციაზე თუ გზის ფული ვნახე რომ აქციამდე მივიდე კი სახში დენი არ არის, წყალი არ არის, გაზი არ არის, რა უნდა გააკეთო. და ორი პატარა მცირეწლოვანი ბავშვი არის ეგრე ქუჩაში გავდეთ. ვაჭრობ, მაგრამ არაფერი არ გამიცხავს, ფული არ აქვს და ვინაც იღებს. საჭირო არის, იმიტომ რომ აქ ქუჩაში ვყრივარდე და ლუკმაპურის ფულიც არ აქვს. ქივითა ვარ და კაცი არა პატრონი. აუცილებლად შევერთებით. იმიტომ რომ ძალიან ცუდი მთავრობა გვყავს. Უსაშინლესი. რატომ მათ არა სწორი, აბა პენსიონერი ადამიანი რო 2 კილოვატს ვერ იყიდით, როგორ არ გადაუდგება ამ მთავრობას ადამიანი ყველანიც. ანუ თვლით რომ საჭიროა მთავრობა? საჭიროა უეჭველად საჭირო. აპირებთ შეუერთდეთ აქციას? ვაპირებ. თუ ასე გაგრძელდება, ვაპირებ. თუ ასე გააგრძელებს მთავრობა. თქვენი აზრით საჭიროა ამ აქციის შეტანება? საჭიროა. რა ვიცი, ასეთ გაჭირვებულ ხალხს ცოტა იქნება გვეშველოთ რამე. აქცია საჭიროა, რა თქმა უნდა. გადადგომაც საჭიროა მაგათი, იმიტომ რომ აი ყველაფერი გაუარეს და გაუსაზრის მდგომარეობაში ვართ. აი 23 ლარი დაემატა 1.5-ს აგერ და იძახიან ტელევიზორში, რომ საერთოდ არაფრის ფასი არ არის მომატებული. 23 ლარი მეტი ამ ყუთში გადავიხადე, 33 ლარი აი მეორე თევში გადავიხადე. გეკითხები ახლა მე შენ ამ ხელა სხვაობით ეს აფაში უნდა გავყიდო და როდის მოვა 6 ლარიანს ვყიდი 6 ლარში. გადასახადები ამდენი, ქირები ამდენი, დენის ფული არ გადამიხდია, გაზის ფული არ გადამიხდია, ბანკში სახს გამიყიდიან და დამიკარგავენ $950 ვიხდი. გადავედი ბანკში და ვუთხარი 400 ლარი მეთქი. ამ ხელა სხვაობა არის. ჩემი პრობლემა არ შექმნილა, მე ვუთხარი მთავრობის გამოა და საერთოდ მოხდა ესეთი რაღაცა, ხო? ერთი კვირით გადამივადეთ 400 ლარი, ეხლავე გადავცემ საახშულებელს, გამოგაძებებთ სახლიდან და ესე მონებივით, გაუბედურებული, გასაცოდავები, მშივრები, მწყურულები, ვყრივართ აქ საცოდავად და გვდივართ და ვარ. კაციშო, აქციაზე რო წავიდე, დედა, აქციაზე წავიდე კი არა, დღე-დაღამე იქ დავწვევი. აუცილებლად საჭიროა, უნდა შეუერთდეთ როგორც ერთი, იგრეს ყველა. რატომ? რატომ? იმიტომ აი ქალბატონის თქმის არ იყოს. ფეხებს აი როგორ ვთქვა, წელებზე ფეხს ვიდგავდით რომ მოსულიყვნენ. ივანიშვილი იმიტომ არ მოვიყვანეთ რომ საკუთარ ჯიბეში იდოს ფულები. ივანიშვილის იმედი ქონდა რომ საქართველოს უშველდა. იმითი არა რომ ჩვენ ფულებს დაგვირიგებდა. მოითხოვდა სიმკაცრეს, გაატარებდა სიმკაცრეს კანონს ხალხის გულისთვის. და არა იმას რომ თავისი ჯიბე და თავისი ბანკი ქართულ უფრო უარესად გაემდიდრებინა. გამიგე? საჭიროა მთავრობის გადადგომა ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე კი. რატომ? რატომ და ანუ არ გამოდგა ისეთი მთავრობა, როგორცაც ხალხი ელოდებოდა. ვითხოვენ მთავრობის გადადგომას. თქვენი აზრით საჭიროა ამ აქციის გამართვა? საჭირო. მე პოლიტიკაში არ ვერევი. არა. რატომ? იმიტომ მე ბოლოს ვერაფერი ვერ გავიგე. ანუ თუ თვლით რომ საჭიროა მთავრობის გადადგომა? საჭიროა. საჭიროა თქვენი აზრით მთავრობის გადადგომა? საჭიროა. რა თქმა უნდა, აბა საჭიროა. რატო და იმიტომ რომ არ ვარ ეს მთავრობა.
ხალხისთვის რო არაფერს არ აკეთებს საერთოდ, არ ფიქრობს ხალხზე საერთოდ. უვარდები და გადასაგდებია სწავლობა. იმიტომ რომ სუნორზე დავჯექი შავი ერთი ხალხი ვეღარ მიმაქვს სახში, ხალხს ფული აღარ აქვს, უმუშევრები არიან. დავტოვეს თუ ყველა. არაშვილო, არა. და თუ თვლით რომ საჭიროა ეგეთ რამეებზე არ მივდივარ, გენაცვალე. მე რა გადასადგომი ახლა დიდხანი არის.